ზოგადად აი ამ ფასების დის გამო რომ ჩვენი მოსახლეობა გაღარიბდა მეტი უარესი არ მოხდა რა არაფერ დანარჩენს თავრობის რაღაც ქმედებას თუ ზოგადად ხელისუფლების არ დაუზიანებია ხალხი ისე როგორც ყოველწლიურად ადამიანი მის მაღაზიაში და უფრო ნაკლებს ყიდულობს როცა დასაქმებულს არის ხელფასი უმეტესწილად ფიქსირებულია და რაღაც 2-3 წელი ჭირდება რომ შეიცვალოს ხოლმე და ეს 2-3 წელი სულ უფასურდება და უფასურდება და ამას ორი განზომილება აქვს. ერთი, სულ რომ მოქმედებს, რომელიც ეროვნული ბანკის საკითხია და 7 მილიარდი ლარი დაბეჭდა წინა წელს მარტო. მარტი მარტო შევადროთ 7 მილიარდით მეტი ლარია ბრუნვაში. და ლარი უფასურდება საბოლოო ჯამში, ამის გამო იზრდება ფასები ჩვენ ქვეყანაში წლებია. მაგრამ ეს არის ზოგადი პრობლემა. ამას თუ არ მოაგვარებ, პრინციპულად არ შეიძლება არაფერი. ეს ერთი ნაწილია და მეორე ნაწილი არის კონკრეტული რაღაც პროდუქტები, იმიტომ რომ შეიძლება ფასები ქვეყანაში იზრდება, მაგრამ სხვა პროდუქტზე სხვადასხვანაირად იზრდება ფასები და ვიღაცისთვის მაგალითად შედარებით იაფიანი პურის ფასის და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვა, რა ვიცი, მანქანა რო გაძვირდეს. ეს შეიძლება ის პრობლემა იყოს, მაგრამ სხვადასხვანაირი პროდუქტებია და ამიტომ რომც მიზანი იყოს არა ზოგადად ინფლაციასთან ბრძოლა, არამედ კონკრეტული პროდუქტების. იქ ხო უკვე მთავრობის საქმეა. ისე გამოვიდა, რომ იმდენ არაკომპიუტერული ქართულოსნების წარმომადგენლები, რომ ყველასთან ტყუნები აღმოჩნდნენ. აი, ვინც არ შეეხო აქედან იქიდან ჩემი ოპონენტები ოპოზიციიდან, მაგრამ აი ყველა სხვადასხვანაირად ვაკრიტიკებთ, მაგრამ ყველასთან ტყუნები არიან. თორე აი ბოლოს და ბოლოს, რა ვიცი, აი ბენზინს ხო ყველა ასხავს. მართლა გააუქმეს აქციზი. დროებით ზომად მაინც სანამ თუნდაც აი საერთაშორისო გლობალური შეიძლება თლიანად აქციზის ოდენობით არ შევცილდეს ფასი ხო ნახდად შემცირდება. აი, შორს ვარ წახვიდე რა თქინდა ამაზე წვალება. ან ავიღოთ 300 ლარიანი ზღვარი გვაქვს იმპორტს. და იმიტომ რომ დიდ ქსელებს არ უნდათ რომ მოგება შეუმცირდეთ, ლობირებენ რომ 300 ლარიანი ზღვარი არ გაიზარდოს. მოხსენის 300 ლარიანი ზღვარი ან გაზარდე 1000 ლარამდე და მთელ ქვეყანას ერთ დღეში გაუიაფდება მთელი იმპორტირებული პროდუქცია. ასეთი მაგალითი ბევრია. წამლებზე რო საუბრობთ, წამლების რეგულაციები გააფართოვეთ დაცვაში უწერია და რა და ამ რეგულაციამ გამოიწვია ფასების ზრდა წამლებს. პირიქით გახსენი შესაძლებლობა რომ ევროპიდან თავისუფლად შემოდიოდეს წამლები. კი და კონკურენცია კიდევ უფრო მეტად შეიძლება. ყველას მიერ შესაძლებლობა, არა მარტო რამდენიმე ქსელს, ყველას მიერ შესაძლებლობა და რა ევროპაში თუ მაგალითად ავსტრიაში შეიძლება რაღაც წამლის გამოყენება, ჩვენთან რატომ არ შეიძლება? არ შეზღუდო. არის შემოიდანე. ფასები დამშემცირდება. ანუ თუ კონკურენცია წახალისებულია და შენ რაღაც არ კრეშავ რაღაც ბიზნეს ხელოვნურად, რეგულაციები არ შემოგაქვს, რაღაც აქციზები არ გაქვს, გადასახადები დაბალი გაქვს, სხვა თორემ მეტი პროდუქტი იქნება, უფრო დაბალი ფასი იქნება და ვერ გამდიდრდებით ერთ დღეში, მაგრამ გაუმჯობესდება სიტუაცია.